მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, როგორ ხართ? ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო. ძალიან დიდხნიანი პაუზის, არც ძალიან დიდხნიანი, მაგრამ საკმაოდ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდით. კონსულტაციები 2 დღე არაც განმაახლე, მე დავწერე კიდევაც სტატუსზე, ხო, გეცოდინებათ. დარწმუნებული ვარ, არავის არ გაგიკვირდებათ, რატო იყო ეს პაუზა, ხო, საკმაოდ მძიმე დღეები ედგა საქართველოს, საკმაოდ რთული დღეები ედგა საქართველოს და ფიზიკურად ვერანაირი ძალა, ვერაფერი, ვერანაირი მოტივაცია ვერ მშველოდა, რომ მე დავმჯდარიყავი და ვიდეო ჩამეწერა სამწუხაროდ, მე მესმის საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ ეს ალბათ არ მინდა ხა კომენტარებში ეს რამე ისეთი არ დავწეროთ, არ არის საჭირო, ხო? ადეკვატური პასუხები იყოს ხოლმე ყოველთვის კომენტარებში, უბრალოდ მე ესე ჩავთვალე საჭიროდ. ნაწილმა ტაროლოგებმა, ეზოთერიკოსებმა, ხო, გააგრძელეს ასტროლოგებმა მუშაობა, ნაწილმა არა. და მივეკუთვნებოდი იმ კატეგორიას, რომელმაც არ გააგრძელა არანაირი მუშაობა, ფიზიკურად ვერ გავაგრძელებდი, ვერც მორალურად, ვერც სულიერად და ვერანაირი ძალა ეხაც მიკანკალებს ხმა, იმიტომ რომ ძალიან მძიმე დღეები ედგა საქართველოს, ვიყავი ყოველღამე იქ და არც ძალიან მიჭირს ვიდეოში და ზოგადად ამ თემაზე საუბარი, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ რა მოხდა და ჯერ კიდევ არ მჯერა რა მოხდა, ხო, აი როგორც რომ დავცარიელდით და მარტო დავშთე. დაახლოებით ესე ვთქვათ უპატრონოთ, ხო? ანუ მე ესეთი შეგრძნება და განცდა მაქვს, ამიტომ სამწუხაროდ ეს პერიოდი არ იყო და არ იწერებოდა არც ვიდეოები და არანაირი საქმე. ყველა საქმე გაჩერებული იყო აი ამ პერიოდის განმავლობაში, განვაახლე 2 დღეა. დავიწყე კონსულტაციები, ოღონდ ძალიან ბევრი ადამიანია მიხვდებოდით ისედაც და რაც შეიძლება დროულად, მალე წერეთ, რომ მეც ასე ვთქვათ, ჩასმა დროულად გავაკეთო, ხო, იმიტომ რომ მუშაობ კიდეც გეცოდინებათ ოფიციალურ სამსახურში და ღამე მაქვს გვიან კონსულტაციები, თუ ვისვენებ დღისითაც. ეხა ვინაიდან ეს მდგომარეობა გამონაკლისს ალბათ დავუშვებ დილით ადრეც მექნება, ალბათ დილის 7-8-იც მექნება, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი წერდა, ძალიან დიდი მადლობა, ზოგს ეკონა რამე პრობლემა, აი, ხო ხდებით ჯანმრთელობის კუთხით, მადლობა უფალს, ყველაფერი კარგად არის, არ ვიცი, ხო ზოგს ასე ეკონა და მე რომ ვუხსნდი დავწერდი, მაგრამ იგებდნენ უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის თითოეულ თქვენთაგანს. ამიტომ არავის არ გეწყინოთ, ბევრს პასუხსაც არ ვცემდი, იმიტომ რომ რადგან არ მქონდა ჯერ დაწყებული, ზოგს წერდი პასუხს, მაგრამ ზოგს ვერ, ანუ იყო ის დღეები ხო საერთოდ საკუთარ მშობელს და შვილს ვერ ვცემდი ხმას, იმდენად ცუდად ვიყავი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო და დარწმუნებული ვარ, თქვენც ასეთი დღეები, მძიმე დღეები გაიარეთ და ყველამ ერთად გავიარეთ. ეხლა რაც შეეხება გადავიდეთ საქმეზე, განახლდა ისიც სად უნდა მომწეროთ, TikTok-ზე პირადში, YouTube-ზე ნომერი დევს, ლინკ დაბლა ვიდეოს ბოლოში მესიჯით, კომენტარი ბოდიშით რო იწერება კომენტარის ადგილას და წერთ WhatsApp-ი, Viber-ზე და Telegram-ზე. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მთავარი დაიწყო უკვე ნელ-ნელა ჩაწერებს ვიწყებ გამოძახებისას, ამიტომ რაც შეიძლება მალე დასწრაფად, იმიტომ რომ გამოძახების გარეშე ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვკიდებ ხელს, რა თქმა უნდა, მე კონსულტაციას არ გულისხმობ, მიხვდებიან რაზეც მაქვს საუბარი, გამოძახება ის არის ენერგეტიკული კავშირი, რამდენად გვიღირს საერთოდ რამე ამ ადამიანთან, პირადს გულისხმობ, ხო, რა თქმა უნდა და მიხვდებით და ამასთან დაკავშირებითაც წერთ პირადში, იმიტომ რომ ზოგი მეუბნება, რომ არ მინდა კონსულტაცია, მინდა გამოძახება, უბრალოდ გავიგო ენერგეტიკული კავშირი. კი ბატონო, ესეც ხდება, არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება დღევანდელ ჩვენ გაშლას, ჩემო კარგებო, გადავწყვიტე ესეთი ვიდეო ჩავწერო, რომელიც დაარღვევს გმირს და აუცილებლად გამოვიყენებ აი ამ საოცარ ნათელხილველის ტაროს დასკას, რომელზეც გიჟდები, რა დღიდანაც მე ტარო ვისწავლე, ხო, სადღაც 3 წელი იქნება. აი იმ დღიდან, რა ვქნა, ჩემი მეორე დასკა იყო ეს, დღესაც მახსოვს, ქართული რაიდერი, მე კლასიკური რაიდერი
და ანუ ოღონდ ქართული და კლასიკური ანუ რუსულენოვანი რაც იყო ეს ერთად შევიძინე სუსთავიდან და აი იმას ვთვლი ერთად იმიტომ რომ ერთი დასტა ერთი ბაზაა და ესეც იგივე ბაზა უბრალოდ ეს რაიდერს ბაზირებული აღოდ ეს კონკრეტულად პირადი და მეორე დასტა მაშინვე ვიყიდე ეს შევიძინე არის დასტები რომლებიც მაჩუქეს სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ დავაპრაქტიკე და აუცილებლად მივალ მაგამდე და ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ესე არ ვიცი თუ პატარა მცირეც საჩუქარია ეს თუ დასტა არის თუ რა მნიშვნელობა აქვს იმდენად ჯერ ელემენტარულად იმაზე ხო საერთოდ იმდენ მადლობას კიდევ ვთვლი რომ იმ მადლობას ვერ ვიძახი რისი ღირსები აი ღირსად ხო ხდებით თავის ჩათვლაც კი რომ აი იმ ხელა სიყვარულს გრძნობ თქვენგან რომ აი რა მადლობა რომელიც აი რა უნდა გადმოვცე დაახლოებით რა ხსნა იმედია ხდებით ხო ის გწმინდა იმ ხელა სიყვარულს და სითბოს გრძნობ თქვენგან ასევე ძალიან დიდი და განსაკუთრებული მოკითხვა ჩემს ემიგრანტებს ჩემო ძვირფასებო მიყვარხართ ძალიან გეფერებით აქედან მოკლედ და ვნახოთ რა ხდება პირველ რიგში ჩავიფიქროთ თქვენი პარტნიორის სახელი გვარი შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და წეროთ ფურცელზე ასევე შეგიძლიათ რა ხდება თქვენ შორის რა სიტუაციაა თქვენ შორის სამეჯურები არ მიკეთია გვიან გიწერთ და მოხსნილი მაქვს სამეჯურები რა ხდება თქვენ შორის სიტუაცია შემდგომ თქვენ პარტნიორთან რა ხდება ამჟამად ამ ეტაპზე ის პირველი კითხვა ერთად რა ხდება თქვენთან თქვენ სიტუაციაში მეორე თქვენ პარტნიორთან შემდგომ მესამე კითხვა რა ხდება კონკრეტულად თქვენ ვინც ახლა მიყურებთ ანუ მამაკაცებო ვინც მიყურებთ მოაბრუნეთ ხო მიხვდებით ანუ ვინ რო რეზონირდეს საპირისპიროდ რა გახდა ამ ყველაფრის მიზეზი აუცილებლად უნდა ვნახოთ შემდგომ რომელი ადამიანი დარღოს დონის თქვენ თუ ის ნახოთ ანუ ნახეთ როგორი რაღაცა ეს არის საჯარო ხო ეხა ვიცით პირადი საერთოდ სხვა და რა თქმა უნდა ჯობია პირადი ეხლა აქ შეიძლება თქვა თუ ვინც რომელი დარღოთ კონკრეტულად თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯი მაგრამ თქვენზე შეიძლება არ იყოს და პირიქით შეცდომა დაუშვათ ამიტომ აქ რა მინიშნებებსაც ნახულობთ საჯარო გაშლარისთვის არის რა მინიშნებას ნახულობთ გადმოდიხართ მერე პირადში და ბოლოს რჩება კარგით ვნახოთ რა ხდება რა სწავლეთ ერთმანეთს ასეთი რა ემოცია ჩადეთ ამისთანა რა არ ვიცი რაღაცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ჩადეთ ურთიერთობაში და ძალიან ბევრი რამ სწავლეთ ერთმანეთს ну რის გამოც ახლა დუმილზე რო საუბრობთ ვიცით ხო ახლა გუში რო შეხვდით შეყვარებულს და სეირნობდით იმათ არ გეხებათ ისედაც ხვდებით ხო და აი ჩემი რაცა კრიშნას ქანდაკება ну ვგიჟდები ამ ქანდაკებაზე სპეციალურად დავდე ესე სანთლის გვერდით რომ აი ასე ვთქვათ ენერგიები დადებითად წამოვიდეს პირადის ენერგიები და ჩემო ძვირფასებო აქ იმ ხელა ემოციასთან გვაქვს საქმე მაგრამ რა თქმა უნდა მარტო სამწუხაროდ მარტო დარჩით ისიც მარტო დარჩა თქვენც მარტო ხართ და ისიც არ გეგონოთ ახლა რომ ვინმე ყავს ან რაღაცა ეს დღეს ღაპრები არავითარ შემთხვევაში მარტო იმყოფებით თქვენც და ისიც უბრალოდ ურთიერთობაში ძალიან ბევრი რამ სწავლეთ ერთმანეთს ძალიან დიდი ემოცია ჩაიდო ამ ყველაფერში ფაქტიურად აი როგორი თემა იყო ნახეთ აი სამსახურში რო ვარ და ვერ ვფიქრობ ოსახში რო ვარ და ვერ ვაკეთებ აი ვერაფერს რო ვერ კი ბატონო ეს კონკრეტულად თუ განვიხილავდი კარიერული კუთხით ხო ამარკანს აბსოლუტურად სხვა ახსნა აქვს მაგრამ ეხლა პირადის კუთხით მე ჩემი ენერგიებით რაც დავინახე აი ვერაფერს რო გულს ვერ უდებთ ხო იცით აი დაახლოებით აი ამ ენერგიებში ხედავთ ჩემო ძვირფასებო ვერც თქვენ და ვერც ის მამაკაც თქვენ წარმოიდგინეთ მარტო აკიდებული ზურგზე აი ამ პრობლემებით განერეულებული მაგრამ ძალიან დიდი ემოცია კარგით ნახოთ რა ხდება ეხლა მასთან აბა გაიმეორეთ თქვენი პარტნიორის სახელი და რა ხდება? ოპა, ილუზიები დაგვეწყო, მონატრება დაგვეწყო. რო გითხრათ ახლა რომ გაგიჟებული და გადარეული არა, მაგრამ როგორც ჩანს ახალი დაშორებულია ძალიან ბევრი აქ. ახალი დაშორებული სიტუაციას ხედავ ძალიან ბევრთან.
მაგრამ ძვირფასებო ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყავით. უმეტესობას აქ ინტიმური კავშირიც ჰქონდათ, იმიტომ რომ დაახლოებით აი ოჯახის ვარიანტივით იყავით რა. აი ერთად რო დადიოდით, მიდიოდით, მოდიოდით, არ ვიცი ახლა კი ბატონო ზოგი ქმართან დაშორებული ბავშვი ყავთ, ზოგს პირიქით, ხო ზოგი შეიძლება ორივე გაშორებულები ხართ და ასეთ სიტუაციასაც უყურებთ, არ არის გამორიცხული, მაგრამ აქ იმხელა აი სამართლიანობაზე და აქ იმხელა სწავლებაზეა საუბარი, რაც თქვენ ერთმანეთს მიეცით. ვერასოდეს ვერ აიღებთ თქვენ სხვისგან, ეს იცოდეთ. და ვერც ეს ადამიანი აიღებს სხვა ქალისგან. აი ეს კარგად დაიმახსოვრეთ. გამორიცხული, იმიტომ რასაც თქვენ ერთმანეთს ავსებდით. შესაბამისად, როცა ესე ვავსებთ ერთმანეთს, აი შეხედეთ, იმიტომ და განახეთ, როცა ასე ვავსებთ ერთმანეთს, იქ გამორიცხულია, რომ გამოჩნდეს ადამიანი. თუნდაც გარკვეული პერიოდის მერე განა არ გამოჩნდება, განა მარტო ვინმე იქნება. არა, მაგრამ იმას ვერ მოგცემთ, რასაც ეს ადამიანი გაძლევდათ და ვერც მას ვერ მისცემს ვერავინ. ნახოთ რა ხდება თქვენთან. თქვენ მეტად განიცდით, ვიდრე ის ამ დროს ის განიცდის ილუზიებშია. მე ვერ მოგატყუებთ, რომ არ განიცდის, როგორც მამაკაცი ილუზიებშია. როგორც ჩანს, თქვენ არ ვიცი ეცადეთ საუბარი, ილაპარაკეთ, შეხვდით კიდევაც შეიძლება, მაგრამ გადაწყვეტილება, ნუ მაინც როგორც ჩანს, ამ მამაკაცმა მიიღო რაღაცა სიტუაცია, მაინც მამაკაცის მხრიდან წამოვიდა, ან შეიძლება როგორ მოხდა, ნახეთ, იძულებულს რო ხდიან, რომ ჩვენ დავშორდეთ. მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, ანუ იძულებულს როგორ ნახეთ, ისე მოიქცა, რომ ადგა ადამიანი და თვითონ დაშორდა. სავალდებულო არ არის, ხო პირში გვითხრას ადამიანმა, რომ აღარ მინდა მასთან. რაღაცას მოვიგონებ, ნუ აი ხო, რა ვქნა, ესე ვარ, ესე და всё, რა ჯობია, რომ ცალ-ცალკე ვიყოთ. დაახლოებით ასეთ სიტუაციაში მყოფებით, ოღონდ ყველაზე მთავარი, მე ვერ მოგატყუებთ, რომ მე არ ვიცი მამაკაც რა პრობლემა შეექმნა, ეხა ამოვიღებ მიზეზს და გავარკო მიზეზს, მაგრამ საუბრები იყო, რომელმაც სამწუხაროდ ვერ გადაწონა. თქვენმა საუბრებმა არც მოფერებამ როგორც ჩანს არ გაჭრა რა და მამაკაცის გადაწყვეტილება იყო. ან თქვენ მიგიყვანათ იქამდე. ნახოთ მიზეზი რა იყო. რამე ფინანსები იყო, ოპა, ფინანსები. ვის ქონდა ფინანსებთან დაკავშირებით, იმიტომ ვიძახე, პირად ჩჩობია, რომ გადმოხვიდეთ რა. აქ როგორც ჩანს, მიზეზი, ნუ მოდი პირდაპირ გეტყვით, ზოგისთვის ქალია მიზეზი. ეხლა ნახეთ, ჩამოვთვლი მე ვარიანტებს და თქვენ უნდა ვიხვდეთ, ვისთვის რომელი ვარიანტია, ხო, ეხლა მე ხო ვანგა არა ვარ და არ ვიცი, ეხლა ტარო რა არის, ტარო არის პროგნოზი. თვალსაც იღებთ ძალიან, ამდენი არ დამიმტკნარებია, რამდენი ხანია. ესეც გასათვალისწინებელია, რომ იცოდეთ. ნახეთ, ეხლა რა ხდება, ზუსტად მინდა გაიგოთ. ზოგისთვის იყო ვიღაცა ქალი, არ ვიცი, შეიძლება დაშორებულები ხართ ეხლა და ცოლ-ქმარი იყავით და ხო ხვდებით, ყველაფერი ხდება, თქვენ თვითონ უნდა მიხვდეთ ვიზია საუბარი და წავიდა, არ ვიცი, გათხოვილ ქმრიან ქალთან ან გაშორებულ ქმართან. ერთი ვარიანტია ესეთი, რომ მესამე პირად მიჯდება პირდაპირ ქალი და მეორე ვარიანტი არის ის, რომ ფულის თემა იყო, რადგან მოგივიდათ დავა, არ ვიცი, ვერ დაეხმარეთ რა მოხდა, არც უნდა დავეხმაროთ, ხო, შეიძლება რაღაც მცირედში დავეხმაროთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ენერგია გაცალოთ და თქვენ საერთოდ ნულზე დაგტოვოთ, ხო, ესეც გასათვალისწინებელია და ფაქტია, მიზეზი იყო ფულის თემა. ყველაზე დიდი მიზეზი იყო ფინანსური თემა, არ ვიცი, აღმოჩნდა ისეთი სხვა, ვისთანაც წავიდა, ვისთანაც მეტი შემოსავალი მიიღო, არ ვიცი, ესეც არა გამორიცხული, იმიტომ ვიძახი, პირადში უნდა გადმოხვიდეთ, როგორც კი ამ ვიდეოს ნახავთ და მეორე ვარიანტი, რაც გითხარით წეღან, რომ რაღაცა თანხებზე იყო, თქვენ ვერ დაეხმარეთ და რავი, გაბრაზდა არა, მოხდა რის გამო წავიდა, მაგრამ თუ ფულის გამო ჭირდები ადამიანს ბოდიში, მაგრამ რა ჯანდაბად გინდა, ხო, მაგისთან ადამიანი, მაგრამ იმასაც მივხვდებით, ხო, მე რა მოხდა ადამიანს ვიჭირს და ვეხმარები. ანუ ორივე ვარიანტი უნდა განსაზღვროთ და მიხვდეთ, რისთვის ჭირდებით, თორემ მე რა მოხდა, ესეც ხდება და ესეც ხდება. ფაქტია, რაღაცა ფინანსების გამო შეიცვალა სიტუაცია, ფინანსების გამო სიტუაცია გაჩერდა და ჯერჯერობით ზომიერების არკანით მშვიდ წყნარ რაღაცა ესეთ გაწონასწორებულ სიტუაციას არჩევს და ინარჩუნებს. ნახოთ ეხლა რომელი დაარღვევს თუნეს. და დაირღვევა თუ არა დუმილი. კი, დუმილი დაირღვევა. პირდაპირ გეტყვით, იმიტომ რომ ერთ-ერთში დამიჯდა შეყვარებულების არკანი. ხა ის რო ყოფილიყო რაიდერი კონკრეტულად კლასიკური.
იქ შეყვარებულების არკანში ძალიან ბევრი ბარიერებია. აქ პირდაპირ მნიშვნელობით შეყვარებულების არკანი მიჯდება, აქ აუცილებლად ირღვევა დუმილი. კი ბატონო, არ გამოვრიცხა კონკრეტულად მამაკაცისგან, მაგრამ ეხა ყველაზე მთავარი, ეხა მე ვიჯდეთ და ეხა ნახეთ, ვიჯდეთ და ველოდოთ, მოდი აბა დაველოდოთ დარღოს დუმილს და მთელი დღე ტელეფონს უყურო. საშინელებაა, კოშმარი, ხო? ამიტომ ყოველთვის ჯობია პირადი გაშლა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დაველოდოთ თუ თქვენ უნდა დარღვიოთ. არის შემთხვევები, ხა შეიძლება ვიღაცამ დამწეროს კომენტარში, ეხა მაკლია მე მესმის, კი ბატონო, მაგრამ ამ საკითხზეც პირადი გაშლა მაქვს ხოლმე ყოველთვის და იმის მიხედვით წყდება. არ დაგავიწყდეთ კიდე ყველაზე მთავარი, რომ თვენახევრიანი ვიდეოების ატვირთვის მერე და კონსულტაციებზე და კონსულტაციების ჩაწერებზე ჩათვალეთ, არ ვიცი, რაც მალე მოიწერებით, მოკლედ მით უკეთესი რა, ფიზიკურად ძალიან ბევრი და ერთიანად შემოდის, იმიტომ რომ მარტო კონსულტაციები ხო არ არის, ჩემთან რიტუალებია, გამოსახებებია, ჩაკეტვებია. ამიტომ რაც მალე მოიწერებით, მით უკეთესი და ამ ვიდეოს რაც შეეხება, ეს ჩათვალეთ, რომ ეს არის ინდივიდუალური და აუცილებლად უნდა გადმოხვიდეთ, ეს უნდა ვნახოთ რა ხდება. ეხლა აქ კი მირღვევს კაცი დუმილს და გარკვეული პერიოდის მერე დაარღვევს დუმილს, მაგრამ ეხლა ელოდოთ და ტელეფონს დაყუროთ, სულ ნერვოზი, ნერვიულობა, 1000 რაღაც, ხო, ეხლა გვინდა არ გვინდა მეწყობილ ვარ მსგავს სიტუაციაში და ვიცი და გეუბნებით, მე არაფერს არ ვიძახი აქ რაღაც განსაკუთრებულს. ყოველთვის ვიძახი იმას, რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოვლილი. ნახოთ რჩევა რა იქნება. ვინცაც გეცნით ეს ვიდეო და რეზონირდა რაღაცა მცირედები მაინც თქვენზე, გადმობწანდით პირადში აუცილებლად და რჩევა. კი ბატონო, თქვენ ესე საზემო წმენდილზე არ ხართ შეხვედრილი ერთმანეთს, სამყაროს ძახილი იყო ეს, სულის ძახილი, რომ ესე იგი ერთმანეთს დაკავშირებოდით, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ რა თქმა უნდა ისე კარგია ამ ვარიანტზე, ვისაც გეხებათ ეს გამოძახება რომ გავაკეთოთ ენერგეტიკულად რამდენად ახლოს ხართ ეს ორი ადამიანი ერთად, რომ საერთოდ რა გვიღირს და რას მოიკიდოს ხელი და რას არა ვიცოდეთ, ხო? ვიცით რომ თუ სამყაროსგან თქვენია ეს ადამიანი, რა თქმა უნდა მე დახმარებას შეგვიძლია და ყველაფერი, მაგრამ თუ არ არის თქვენი ტყუილად ეხა ბოდიში, მაგრამ ხო ხვდებით ის და არაფერი ძალიან ძნელია და მესმის თქვენი. მაგრამ რჩევის სახით ნახეთ, რას გვეუბნება სამყაროსგან კი ხართ და დაუკავშირდით. კი ბატონო, იმასაც ვნახავთ ენერგეტიკული პროცენტულობა რამდენია, ისე შეგვიძლია ვნახოთ რომ რა გიღირთ და რა არა, მაგრამ ამავდროულად ნახეთ, რას გეუბნება ტარო, აკონტროლეთ ემოციები. მამაკაცსაც თხოვს იგივეს და თქვენს გთხოვთ იგივეს. ემოციები აკონტროლეთ, ტვინი ჩართეთ, გაიაზრეთ, სად ხართ, როგორ ხართ, რანაირად ხართ, რა გიღირთ და რა არ გიღირთ. სხვა შორის ძალიან საინტერესო გაშლა იყო, მართლა არ ველოდი, თუ ესეთ საინტერესო გაშლა იქნებოდა. დღეს თანამდენი ხნიანი, ასე ვთქვა, დუმილის მერე გაშლაც იყო, რომელი დარღვევს დუმილს. მოკლედ, საბოლოოდ რო შევჯამდეთ, მე ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში პირადი უნდა ვნახო, პირადი კონსულტაცია, იმით უნდა გადავწყვიტოთ რა ხდება და რა გვიღირს და რა არა და მაგის მიხედვით. იმიტომ რომ აქ ფაქტია, რაღაცა არ მომწონს რა, მოკლედ, პირდაპირ გეტყვით, რახან გეუბნებით, რომ არ მომწონს, უნდა გადმოხვიდეთ პირადში, იმიტომ რომ აქ მესამე პირად მიჩნდება მე ვიღაც ქალი და არ მომწონს. რაღაცა მცირე პროცენტია, ვიზეც თქვა კონკრეტულად დაჭირდა ფული და შეიძლება არ ვიცი თქვენ ვერ დაეხმართ ან იწუწუნა ან რაღაც როგორც ხდება, ხო, ანუ შევარი დარჩა, ნუ რაღაც. ფაქტია ვიღაცა ქალი გამოჩნდა, მოპატიეთ, ვინც ხელი მოუმართა ფინანსების კუთხით, ვინც ხელი მოუმართა და გვერდში დაუდგა, ამიტომ ყურადღებით, ესე ვერ იჯდებით და ვერ დაელოდებით, დანარჩენ საკითხზე კიდევ გელოდებით პირადში. TikTok-ზე პირადში მწერთ, YouTube-ზე დაბლა იმის კომენტარის ადგილას ნომერია ჩემი და WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ზე სამივე მაქვს და რომელზეც გნებოთ დამიკავშირდით. ეს იყო დღევანდელი, რითიც გაიხსნა თვენახევრიანი დუმი, ასე ვთქვათ, შეჩერების შემდგომ საჯარო კონსულტაციები დაიწყო და დანარჩენზე უკვე გადმოდიხართ პირადში. მიყვარხართ, მომენატრეთ ყველა, ეხლა დაგემშვიდობებით დროებით.